დღეს უნდა მოვყვე რამ განაპირობა ჩემი მონღოლეთში წასვლა. ანუ გადახვეწა თუ შეიძლება ითქვას ასე. ეხლა კაპელაში რომ მივედი, რა თქმა უნდა მე დავიწყე იქ რაღაც ახალი შევიტანე, ახალი სიო თუ შეიძლება ითქვას და ნუ ზოგმა გამიგო, ზოგმა ვერ გამიგო, ხო ზოგი წავიდა ესე იგი ოდიში მოიხადა რომ და მაგრამ იქ დარჩა ხალხი რომელიც ეთყობა თავიდანვე რაღაც შურით იყო ვერ ან რაღაცას ელოდებოდა ჩემგან და კონკრეტულად ვიტყვი მე გვიან გავიგე რომ იქ ერთი ვეტერანი უნდოდა მას რომ ესე იგი მე ხორმეისტერად დამენიშნა მას ის არ განუცხადებია მაგრამ მე მითხრეს და ეთყობა ამიტომ რომ ვერ დავაწინაურე და ვერ ძველი თაობისა იყო რა თქმა უნდა მან ეს ჩაიდო გულში და ჩემს მიმართ არ იყო კარგად მე იყო კიდე ერთი რომელიც გვიან გავიგე ესა რომელიც მე მივიყვანე შედარებით ახალგაზრდა მდენორი რომელიც ძალიან გვიან გავიგე ანონიმურ წერილებს მიწერდა და ისიც გავარკვიე ბოლოს თურმე მას დირექტორობა უნდოდა იმიტომ რომ ჩემი დირექტორი მოხუცი იყო გრიგორაშვილი და იმის ადგილი უნდოდა და რაღაც ცეხან მომიგზავნა ვიღაცა მაგრამ მე კატეგორიულად როგორ გავაკეთებდი მაგას რომ აი მანაც ჩაიდო ესე იგი მე გვარებს არ ვასახელებ სპეციალურად იმიტომ რომ ეს არ არის საჭირო უბრალოდ ერთმა მიუტევოს ვინც რა დააშავა მალევე დაიწყო ანონიმური წერილების წერა ვიღაცამ ესე იგი მაშინ რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი დაგროვდა ეთყობა იმიტომ რომ ოთარ თაქთაქიშვილმა დამიძახა მინისტრი იყო მაშინ და უჯრა გამოაყო და მითხრა აი ეს უჯრა სავსეა ანონიმური წერილებითო და ერთ-ერთი მომცა აი ეს წერილი წაიკითხეო და ესო ხლა ნუ აყვები მე არ ამჯერა ეს ყველაფერიო მაგრამ ფრთხილად იყავიო ხო ხედავ რა ხდებაო ესე იგი ხო მაგრამ ეს წერილები გრძელდებოდა კიდე სხვათა შორის გარდა მაგისა კიდე მოხდა მე ადრე ვთქვი და ეხლა გავიმეორებ ესე იგი 78 წლიდან მე პატრიარქს შევხვდი ეს ცალკე მაქვს მოყოლილი შევხვდი და საპატრიარქოსთან კაპელამ ესე იგი ძალიან ისეთი შემოქმედებითი ურთიერთობა დავამყარეთ. ნუ რაში გამოიხატებოდა ეს კვირაობით კაპელა მიმყავდა ხოლმე სიონში პატრიარქის თხოვნით რა თქმა უნდა ეს მოხდა ყველაფერი. ხო და იქ განიცადეზე პატარა სასულიერო კონცერტებს ვატარებდით. ანუ 3-4 ნაწარმოებს მერე მოუმატეთ ცოტა 5-6 და რაღაც ცეთი ნახევარსაათიანი საინტერესო კონცერტები გამოდიოდა ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა მაშინ ჯერ ეკლესია კიდე იდევნებოდა მთავრობის 78 წელია ეს პარტიას და ხელისუფლებას არ მოსწონდა ეს, იმიტომ რომ კაპელა იყო სახელმწიფო დაწესებულება და მე დამყავდა ეკლესიაში სიონში. გარდა მაგისა, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, რომ მერაბ კოსტავა ჩამოვიდა გადასახლებიდან. ეხლა მე მერაბ კოსტავა და მე 10 წლიდან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და კარგი მეგობრები ვიყავით. მართალია ის ჩემზე პატარა იყო 2 წლით, ჩემზე უკან იყო, მაგრამ ინტერნეტში ხშირად მოდიოდა და ხშირად საუბრობდით და ანუ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. და აი გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა სიონის ეზოში კვირადღე იყო, ბევრი ხალხი იყო იქა, დამინახა, მოვიდა, გადამეხვია, გადამკოცნა, დავიწყეთ ლაპარაკი. ერთი 5 წუთში მოიხადა გივი მითხრა, ეხლა შერაორო საქმე არ გაგიფუჭო, აქ ეხლა გამოცდილი იყო, ვიყურებენ და გვაკვირდებიანო და წავალო ეხლაო და ძალიან გამიხარდა შეინახოო და და ისიც გაიგო რატო ვიყავი იქა, რომ კაპელა ყავდა, რა თქმა უნდა, მას ძალიან მოსწონდა ეს ღონისძიება. ნუ აქედანაც ეთყობა დაიწყო მთავრობის ეხლა მე
მთავრობამ მაშინვე დაადგინა ეთყობა, იმიტომ რომ KGB მაგისმეც არაფერს არ აკეთებდა, რომ მე არ ვიყავი, ესე იგი, როგორ გითხრა, ჯერ პარტიის წევრი არ ყოფილვარ, მაგრამ რომ ვიყავი ანტი სამთავრობო ელემენტი. არც ერთი, ესე იგი, მართლობის მონამორჩილი ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ მე ისე ვიყავი თელავში გაზრდილი და ჩემთვის არც ახლა არსებობს და არც მაშინ არსებობდა, რომ მე რაღაც მთავრობისათვის ვიმუშაო. მე ვმუშაობდი ჩემი ქართული ხელოვნებისათვის და ქართული მუსიკისათვის. სახელმწიფო ეკლესიას არ ცნობდა. მაშინ ჯერ კიდე არ იყო და იდევნებოდა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ კომკავშირელები აკვირდებოდნენ ვინ დადიოდა ეკლესიაში, ანუ ანტისამთავრობოებად თვლიდნენ მათ და მეც ეთყობა ჩამთვალეს გარდა მაგისა ეს ყველაფერი გროვდებოდა ჩემ წინააღმდეგ, ხო? კაპელა მე მენდობოდა უკვე 3 წელი ვიმუშავე და ხედავდნენ რომ მე ესე იგი ქართულ საქმეს ვაკეთებდი და პარტიის წევრი იყო, რომელიც მიწერდა იმ ანონიმკებს, რომ აიო სიონში დაყავსო კლაშიო, ესე იგი ფეხით დგება იმ მაგიდაზე, სადაც პარტიის კრებებს ვატარებთო. პირდაპირ ესე ეწერა იმ წერილი, აი თაქთაქიშვილმა მე რომ მომცა. ესე იგი მართლა მაგიდა იყო, ესე იგი ცოტა დაბალი და იქ ავდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ ვიწრო პატარა კლასი იყო, რომ ყველა დამენახა, ყველას ვერ ავხედავდი ისე. ამავე წლებში უკვე აი პირველი კონცერტი რო ჩავატარე, კომპოზიტორების ნაწილმა დაიწყო ლაპარაკი, რომ აი რომ გივი რო არ ყოფილიყო, სოსოც გუნდებიო, გივიმ გააკეთაო. მე ამბობდი, კაცო, გივი რო არ ყოფილიყო, სხვა იქნებოდა რა, არ არის ლაპარაკი. განსაკუთრებით მწონებული ვაჟა აზარაშვილი ამბობდა და ამტკიცებდა, აი როგორც ყანჩელი და კახიძე არიან ტანდემი, ასევეა კეჭაყბაძე და მუნჯიშვილი ტანდემი. ანუ მუნჯიშვილმა გააკეთა ის კეჭაყბაძესთან, რაც ჟანომ გააკეთა ყანჩელის მუსიკაშიო. გარკვეულ წრეში ამან ნეგატიური განწყობა გამოიწვია. ანუ ეს ყველაფერი გროვდებოდა აი ასე ნელ-ნელა. და მე მოხდა, რომ ამ ანონიმური წერილების გამო ჩემმა დირექტორმა, რომელიც უკვე ახალი დირექტორი იყო, ის ხვიტო გრიგორაშვილი გარდაიცვალა და მე მოვიყვანეთ ახალი, გამოუცდელი იყო და აჩქარდა და აი ამ ანონიმური წერილები დააბრალა ვიღაცას. მე ვეუბნებოდი, არ გინდა, არაო, მე ვიციო და მე ვატყობო, რომ იმის დაწერა და ეს გახმაურდა. რა თქმა უნდა, ისაც დააბრალა გაგიჟდა, იმიტომ რომ ის არ წერდა, თურმე წერდა ახალგაზრდა. ესე იგი, მას ყავდა ახლობელი ია მუხრანელი იყო ჟურნალისტი, სავეტსკაია კულტურა იყო ასეთი საკავშირო გაზეთი, იმის კორესპონდენტი იყო საქართველოში, იმის წარმომადგენელი აი ამ. ხო და იმასთან მივიდა იჩივლა ყველაფერი მოუყვა რაღაც და ეხლა ჟურნალისტები ესეთ რამეს ეძებენ. მან მოაგროვა ეს ყველაფერი ისა და წავიდა მოსკოვში და თავის გაზეთში გამოაქვეყნეს წერილი, სადაც მე ვიყავი საერთოდ განადგურებული, რომ მე დავდევდი და ტყუილად დავაბრალე და როგორ შეიძლება ეს საბჭოთა იმაში და ესა და მოკლედ თუ რამე ცუდი შეიძლებოდა ისა. ეხლა მე როგორც გვიან დავადგინე, აქ კიდე ერთი ფრთა იყო ჩართული, კომპოზიტორების ერთი ჯგუფი ოთარ თაქთაქიშვილთან იყო დაპირისპირებული და როგორც მე გაირკვა, ისინი თვლიდნენ, ესე იგი, რომ მე ვიყავი ოთარ თაქთაქიშვილის მონამორჩილი და ვასრულებდი მის ბრძანებებს და მის მუსიკასაც, რა თქმა უნდა. მე ოთარ თაქთაქიშვილის მუსიკას ვასრულებდი, მაგრამ რა უფლება მქონდა? მე ყველა საერთოდ არავისთვის უარი არ მithქვია, თუ კი ღირებული იყო ეს მუსიკა და ვასრულებდი ყველა. და მოკლედ ეს ყველაფერი დაგროვდა, აი ამ წერილის შემდეგ უკვე დამიბარეს 1 მაისის პარტიის, კომუნისტური პარტიის რაიკომში. ეს იყო გვერდზე, იქვე პლეხანოვზე, ჩვენ გვერდით იყო, მაშინ რაიკომის პირველი მდივანი იყო ნიკოლე კიშვილი, აც განსვენებული. კარგად მახსოვს, იქ ბევრნი იყვნენ, რა თქმა უნდა, კომიტეტის წევრები
ნიკოლეკიშვილი დამამახსოვრდა და ლანა ღოღობერიძე ესეც კომუნისტი შემდგნენ გამანადგურეს ესე იგი პირდა მახსოვს ესე რომ ძალიან უხეშად და ძალიან ცუდად ესენი განსაკუთრებით ეს ორი პიროვნება და შევატყე რომ მე ესე იგი კაპელას დამატოვებინებენ ამიტომ დავიწყე ფიქრი რომ სასწრაფოდ წავსულიყავი სადმე მაშინ იყო ასეთი ისა რომ მივლინებაში აგზავნიდნენ დაურეკე მოსკოვში ჩემ მოსკოველ მეგობარს რომელთანაც სწავლობდი მოსკოვის კონსერვატორიაში კულტურის სამინისტროში მუშაობდა მაშინ დაურეკე და უთხარი ვიქტორ სადმე ხო არ არის საზღვარგარეთ სპეციალისტი ხო არ ჭირდებათ მაშინ მოდაში იყო ასე რა და სასწრაფოდ იქნებ გამიკეთო მეთქი რომ წავიდე რომ 2 დღეში დაგირეკაო და გეტყვიო და მირეკა 2 დღის შემდეგ მითხრა მონღოლეთია წახვალო მე უთხარი მონღოლეთი კი არა გინდა ჯოჯოხეთი იყოს წავალ გამიფორმეთ მეთქი და მოაგროვე ყველაფერიო მითხრა ეს და გააფორმეს იქა გააფორმეს და რა თქმა უნდა ყველაფერი აქ რო ელოდებოდნენ რომ მე უნდა დამეწერა განცხადება ესე ფაქტიურად მაიძულებდნენ რომ კაპელიდან წასვლაზე ესე იგი უცბად მოაგროვე საბუთები და მედალია წავედით მოსკოვში და რო ამათ არც გაუგიათ არაფერი ესე იგი წავედით მონღოლეთში მე ელია და ლელა მაშინ 4 კლასში იყო ლელა ხო წავედით რა თქმა უნდა რომ მოსკოვში რო ჩავედით ესე იგი იქ აღმოჩნდა რომ ლიასთვისაც იყო ადგილი მონღოლეთში თეორიის მასწავლებლად სოლფეჯიო და ჰარმონია და წავედი და გადაირივნენ გაგიჟდნენ ხო მაგრამ რაღაცა შელებოდა იმიტომ რომ წავედი ფაქტიურად კაპელიდან და ამას მოსკოვი წყვეტდა მაშინ ყველაფერს ანუ კაპელიდან მივლინებაში ნუ აქ ჩამოიყვანეს ბორის პევზნერი ნოვოსიბირსკიდან იქ მას ჰქონდა გუნდი მანამდე სანამ ჩამოიყვანდნენ იქ ნოვოსიბირსკში შეასრულა მან ძველი თბილისის სიმღერებისა და მოკლედ ძალიან მოიხიბნენ თურმე და აი უნდა ჩამოყვანა და ჩამოიყვანეს იმიტომ რომ ფაქტიურად კაპელაში მე წავედი მივლინებაში და liats წამოვიდა ხო და თურმე ეს ადრევე ჰქონიათ ჩაფიქრებული მე გავიგე აი ის ჯგუფი კომპოზიტორების რომელიც ესე იგი ებრძოდა თაქთაქიშვილს და ფაქტიურად თაქთაქიშვილის გამო გამოვიდა რომ მეც მებრძოლდნენ ახლა რატო ახლა გეტყვი 2 წლით კონტრაქტით წავედი პირველი წელი რო დავამთავრე თვენახევარი შვებულება იყო ჩამოვედი და ქუჩაში შემხვდა სრულიად შემთხვევით ბიძინა კვერნაძე ვისაუბრეთ რაღაცა და მე უთხარი ბიძინა მეთქი მაინც ვერ გავიგე რა მოხდა მეთქი მე რომ ესე შემომიტიეს მეთქი ყველა მხრიდან და ფაქტიურად იზოლებული გამხადაც მეთქი რომ წავსულიყავი მონღოლეთში გაიცინა და მითხრა აი ზუსტად რაც მითხრა და როგორც მითხრა აბა რა გეგონაო ცურო თაქთაქიშვილის დიატონურ მუსიკას მღეროდიო ერთი წუთი და გამეცინა და არაფერი არ უთხარი ახლა ანუ ეს რა თქმა იყო ვერ გავიგე ანუ ის ჯგუფი რომელიც თვლიდა რომ მე თაქთაქიშვილის კაცი ვიყავი ესე იგი ისიც იყო ჩართული აი ამ ყველაფერში რამაც გამოიწვია ჩემი მონღოლეთში წასვლა თაქთაქიშვილი არ იყო გარდაცვლილი მაგრამ ავად იყო უკვე აღარ მუშაობდა ერთი კი ამობდა ხოლმე რომ რა დროს მიხელთესო ესე იგი ისაო რომ მე ახლა ავათავარო და აღარ შემიძლია მაგათან ბრძოლაო 2 წელი ვიმუშავე მონღოლეთში ძალიან მე მგონი კარგად კარგი დაუტოვე ნამუშევარი იქა და ცოტა შორის ერთი ის უნდა გავიხსენო მონღოლეთში როგორც კი ჩავედი ესე იგი დავიწყე
მონღოლურის ეხლა შესწავლა როგორ ცოტა გავრკვეულიყავი ენაში და ყველაზე ძალიან რაც მჭირდება ციფრები იყო, იმიტომ რომ გუნდთან რომ მუშაობდი ხო გუნდის ნოტები რომ მედო ციფრი უნდა მეთქვა და ეს მაინტერესებდა საერთოდ და სიტყვები რაღაც ყველაფერი რაც მჭირდებოდა სიტყვები მოკლედ და ერთხელ მახსოვს ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეპიზოდი დილის 9 საათზე დამირეკეს სასტუმროში ვცხოვრობდით ჩვენ 11 საათზეო რეპეტიცია გვაქვსო დღესაო ხვალეო კონცერტიაო ხო და ამ კონცერტზეო ერთ ჩვენ სოპრანოს უნდაო იმღეროს ჩიოსანის არიაო მეორე მოქმედებიდან ესე იგი ხო და აკაო დირიჟორმა არის ეს არავინ არ აკვალს ახლა ისა ხომ არის დირიჟორებდითო ხომ არ მე ვთხარი მოვალ 11 საათზე მეთქი რეპეტიციაზე და წავედი რეპეტიციაზე მაგდა ეს დიდი გალა კონცერტი იყო და რა თქმა უნდა ეს მუსიკა ვიცოდი მე ნადირიჟორები არ მქონდა მაგრამ ვიცოდი ჩიოსანი კარგად ოპერა და შევედი ორკესტრში ყველაზე კარგად ამახსოვდა ეხლა ხო უნდა მეთქვა საიდან დაუკრან და ციფრი უთხარი მონღოლურად ეს ციფრი და მთელი ორკესტრი ესე გაგიჟდა პირდაღებულება შემომხედეს რომ ორკესტრთან ფაქტიურად პირველად ვიყავი მათ ორკესტრთან ესე იგი ამან რა თქმა უნდა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და მე ამობდნენ ხოლმე თურმე რომ მაგასთან არ ილაპარაკოთ საბჭოთა იმაზე ისაო მაგა ყველაფერი ესმისო და იცისო მონღოლები რა და მე მითხრეს ეს 2 წლის შემდეგ ესე იგი ჩამოვედი და აქ დამხვდა არეულობა დიდი თითქმის დაშლილი იყო კაპელა პევზნერმა რო გაიგო რომ ჩამოვედი საავადმყოფოში დაწვა მითომ ინფარქტი მან ჩაატარა 1 წლის შემდეგ მე მგონი პირველი კონცერტი პირველი და მე მგონი უკანასკნელი რუსთაველის მცირე საკონცერტო დარბაზში ჩაატარა და რა თქმა უნდა კაპელიდან მწერდნენ და მივიღე წერილი ესე იგი რომ ჩატარდა კაპელის კონცერტი და აი ამ კაპელის კონცერტის მსვლელობაში აი ჯგუფი ვინც ჩამოიყვანა პევზნერი და ვინც ხელი შეუწყო ჩემ გადახვეწას სად გაპარულიყვნენ და როგორ გაპარულე ესე კონცერტი ჩაფლავდა საერთოდ და ძალიან ცუდად გამოვედითო რა მოკლედ აი ყველაფერს დაწვრილებით ამ წერდნენ როგორ გაიპარნენ კონცერტის შემდეგ ის ჯგუფი რომელმაც ხელი შეუწყო ჩემ გასეირნებას მონღოლეთში და ჩამოვედი რა თქმა უნდა რო ჩამოვედი თუ არა კულტურის სამინისტროში მივედი და დაუწერე განცხადება განთავისუფლების შესახებ ხო არ ვიყავი მიულინებაში ვიყავი მაშინ და ჯერ მაშინ არისო ესეთი არეული ჯერ კიდე დაუწერე და გამანთავისუფლეს რა თქმა უნდა ჩემი განცხადების გამო ხო და რო გავიდა ერთი დაახლოებით 9 თვე თუ 1 წელი აღარ მიბრუნდა პევზნერი რა თქმა უნდა რომ გაიგო რომ მე თბილისში ვარ რაღაც და მოკლედ მაშინ ვალერი ასათიანი კულტურის მინისტრი იყო დამიძახა და მითხრა გივიო რაც მოხდაო და მან ყველაფერი იცოდა რა მოხდა კაპელაში უნდა დაბრუნდეო მე ვთხარი თუ ეს საჭიროა საქმისათვის დაუბრუნდები მეთქი და მართლა საჭირო იყო დაუბრუნდი და შემდეგ ყველაფერი ყველა მიცის როგორ განვითარდა და მე ვფიქრობ რომ მაინც კაპელა აღმავლობის გზას დაადგა აი ამ მონღოლეთის შემდეგ უფრო მანამდე კი გავაკეთე რაღაც მაგრამ რაც ვერ მოვასარი გავაგრძელე მონღოლეთის შემდეგ დანარჩენი განსაჯოს საზოგადოებამ და უფალმა